რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს ეგზიტ პოლის პირველადი შედეგები, რომლითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ქვეყნის 93.9%-მა დაუჭირა მხარი და სწორედ ეს რაოდენობა მიიღო ხმების პირველადი ეგზიტ პოლების შედეგების მიხედვით, ხოლო დანარჩენმა 6 კანდიდატმა უკვე გადაინაწილა ის პროცენტი, რაც არის დარჩენილი. ეგზიტ პოლების წარმომადგენლებმა იმ ადამიანებმა, ვინც ჩაატარეს ეგზიტ პოლები, განაცხადეს, რომ 63,000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს, მაშინ როდესაც ისინი გამოდიოდნენ საარჩევნო უბნებიდან და ეს შედეგები სავარაუდოდ არის ძალიან ახლოს იმ შედეგთან, რითიც დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში. მათ განაცხადეს, რომ ყარაბაღის რეგიონში 100%-ამდე მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მათ განაცხადეს, რომ ეს შედეგები არის ძალიან ახლო იმ შედეგებთან, რა შედეგებითაც დასრულდება ეს რიგგარეშე არჩევნები. არჩევნები ილჰამ ალიევმა 7 დეკემბერს დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და განაცხადა, რომ 7 თებერვალს უნდა ჩატარებული იყო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში და დღეს დილიდან მოქალაქეები მიდიოდნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ხმა მიეცათ მათი სასურველი კანდიდატისთვის და ჩვენ ვიყავით არჩევნების რამდენიმე უბანზე დღეს გამოვკითხეთ მოქალაქეები და ვკითხეთ ის თუ რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი, რომ სამომავლოდ ამ ქვეყანაში მომხდარიყო, რა იყო მათთვის ის, რის გამოც ისინი მივიდნენ დღეს არჩევნებზე და მისცეს ხმა და რას აძლევდნენ ისინი ხმას. ისინი ამბობდნენ, რომ ფიქრობენ, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა, ისინი ფიქრობდნენ, რომ ახლა ყველაფერი კარგად იქნება ქვეყანაში და დილიდან დიდი რიგები იყო არჩევნებზე, საარჩევნო უბნებზე. ეს ყველაფერი დაადასტურეს ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებაც პირველადი ეგზიტ პოლები გააცნეს მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე წუთის წინ და განაცხადეს, რომ ძალიან აქტიური იყო მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნები, უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა, ვიდრე წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე.